ესე იგი დღეს უნდა გაგანებივროთ კიდევ ერთ გაშლას გთავაზობთ საერთოს და საერთო გაშლა ყოველთვის არ რეზონირდება მეგობრებო მიწერთ ხოლმე რომ ეს არ არის ჩემზე და ეს არ არის ყველა გაშლა ყველასთვის 100%-ით არ იქნება რეზონირებადი საერთო გაშლებში უნდა ხვდებოდეთ ამდენს პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში ტელეგრამი გავაუქმე შეგახსენებთ და ყველა დეტალს გაგაცნობთ პირადში. პირდაპირ მომწერეთ გამარჯობაზე, იმდენი გამარჯობა, მაპატიეთ ყოველს ვერ გიპასუხებთ. საქმეზე მომწერეთ, გიპასუხებთ ყოველს. რაც შეეხება ამ გაშლას, გაშლა არის ისევ ერთ-ერთი თქვენი უსაყვარლესი ტოპათეულის გაშლა. როდის გამოვა კონტაქტზე? ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი საყვარელი ადამიანი. ვისთანაც შეიძლება ახლა რაღაცა პატარა დაშორიშორება გაქვთ, პაუზა გაქვთ, რა გაქვთ. გავიგოთ მოკლედ. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენი ეს გაშლა მოწონებები არც ერთ ვარიანტში არ უნდა დაგეზაროთ და გაზიარებები და კომენტარები აუცილებლად ყველა მენერგოცრისთვის რომ მიიღოთ ეს გაშლა არ დაიზაროთ ხოლმე ლაიკები. რა ემოციურ ფონს განიცდით ახლა თქვენ მოდი გავიგოთ იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ემოციური ფონი გაქვთ ახლა? მოგონებებში ხართ 600-ით. იგონებთ ერთად გატარებულ პერიოდებს, ერთად ემოციურ პერიოდებს, ასე ვიტყოდი, წყალში არიან წყვილი და აი ამ ყოველფერს წყალი არის ძალიან ბევრი ემოცია, სითბო, დამბურცკლა. მართლა დამბურცკლა, აი ესე ტყობა გბურცკლავთ, როცა გახსენდებათ ეს ადამიანი მასთან გატარებული არის შეხებების მომენტები, თუ ფიზიკურ კონტაქტი გქონდათ, თუ ყველა ის დეტალი, ის წვრილმანები, რაც შეიძლება იმ პერიოდში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდით, მაგრამ ეხლა გიტივტივდებათ, ასე ვთქვათ, თავში და ხშირად მოგონებების რეჟიმში ხართ. გამარჯვებული ხართ, აჩვენებენ რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ ეხლა თქვენ და როგორ მოწყენილიც არ უნდა იყოთ, მინდა გითხრათ, სამყარო მიჩვენებს, რომ თქვენ ხართ 600 შეძლით გამარჯვებული ამ სიტუაციაში. ყველა ვარიანტში ცუდათაც რომ ხედავდეთ ეხლა აი სერად ხედავდეთ თქვენი ამ პიროვნებასთან ურთიერთობის მომენტს და ვიფიქროთ, რომ ხო არ უბერავს ეს რა გამარჯვებული მოწყენილი ვარ რაღაცა წარსულზე ვფიქრობ მონატრების რეჟიმი მაქვს მოლოდინის რეჟიმში ვარ როდის გამოვა მაინტერესებს და რა გამარჯვებაო გამარჯვებული ხართ აჩვენებენ თქვენ აი ამ მამაკაცთან ეს არის მიწისთიქის წარმომადგენელი მეფე პენტაკლის ხშირად წარმოადგენს და უბრალოდ მიწისთიქია წარმოადგენს ხოლმე კუროს ქალწულისას თხის რქის ნიშნებს წარმოადგენს როგორც წესი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში ადამიანს შესაძლებელი აქვს საკუთარი ბიზნესი, ხედავთ პენტაკლი უჭირავს ხელში და ზის აქ მშვენივრად galაღებული აქ თავისი სკივრი აქვს ეხლა უნდა დაგანახოთ წინა გაშლებში სკივრზე ბევრი საუბარი ზარდახშაო სკივრიო შკატულკატქო რა ვიცი ყველამ ჩვენი დავწერეთ კომენტარებში და აი სწორედ ამ კარტზე ჩანს აი აქ აქვს ღია ხედავთ ფულებით სავსე სკივრი ადამიანს როგორც მინიმუმ ან თავისი ბიზნესი აქვს ან თავისი უძრავ-მოძრავი ქონება აქვს ისეთი კარგი სკივრია და კამერა არ იჭერს მინდა რომ დაგანახოთ ნახეთ სავსე ფული და აქ ზემოდან დიდი ყურძნის ესე იგი ვაზი ადევს მთლიანად იცით როგორი მომენტია შესაძლებელია აი მართველი აქვს აღებული რაღაცა ფინანსური მხარის კუში მოხსნა რაღაცა ლატარიაში მოიგო რაღაცა გამარჯვებულია ფინანსებში ყველა ვარიანტში ადამიანს წარმატებული და ესეთი ფინანსურად მარჯვე ხელი აქვს ასე ვიტყოდი თავის საქმის ოსტატია კარგად იცის გამომუშავება ფინანსის მიმართულების მიცემაც ამ ფინანსისთვის სად უნდა ჩადოს როგორი პროცენტით ექნება მოგება წლიური და რას მოუტანს ეს ყველაფერი ძალიან გათვლილია ფინანსურ მხარეში და კარგად გათვითცნობიერებული აქვს თავისი ეს შპს იქნება თუ დიდი ბიზნესი იქნება თუ მცირე ბიზნესი იქნება რაღაცა საკუთარი ფინანსი აქვს ჯიბე გამოფხეკილი არც ერთ ვარიანტში არასდროს არ არის ხოლმე პენტაკლის მეფე როგორც წესი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება აქვს მემკვიდრეობა აქვს რომელსაც კიდევ ზრდის და ზრდის ასე ვთქვათ
მაქსიმალურად თვითონაც დებს ენერგიას ამ ყველაფერში, რასაც გაჩვენებთ ფინანსურ მხარეს, იცოდეთ რომ იმის იქით რაც არიცით კიდევ მინიმუმ 10 იმდენი აქვს. ანუ ეს ყველაფერი არის მისი თვალსაწიერის ქვეშ და არა თქვენი. ანუ თქვენ ამ ყველაფერს არ განახებთ. თქვენ აი ამ პენტაკს გაჩვენებთ მხოლოდ. ასე რომ ცოტა ვიტყოდი რომ შესაძლებელია შემოტიცარი ამ მომენტისთვის და ანუ ყოველას თავის კარტებს არ უხსნის ფინანსური შემოსავლის წყაროებისას და შესაძლებელია რამოდენიმე ბიზნესიც კი კონდეს ამ კარტით. ანუ კარგი თანამდებობა და კარგი ხელფასი როგორც მინიმუმ ბიზნესი თუ არა და წარმოსადეგი ისეთი ღირსეული ადამიანის სახელი აქვს თავის გარშემო მყოფებთან მიმართებაში. კარგი შეიძლება მანქანა ყავს ან ერთი თუ არა მეტიც კი ამ კარტით. ძალიან ისეთია, უყვარს კარგი ჩაცმა, კარგი თავის წარმოჩინება ღირებულად, მაგრამ ნამდვილად არის არა მხოლოდ ესე იგი ამ ყველაფრით მარიაჟობს ჭყალებში სლენგისთვის ბოდიში, მაგრამ ნამდვილად არის ესეთი პიროვნება, რომელსაც აქვს სამარიაჟო, პრინციპში იმაზე მეტი აქვს, ვიდრე მარიაჟობს, შემიძლია ვთქვა. თუ ხვდებით, რომ თქვენზე ეს გაშლა და ემთხვევა თქვენ პარტნიორზე მისი ენერგეტიკა, თქვენ რა ენერგიებში ხართ თქო და აი ამ ენერგიებში ხართ ძალიან ემოციურად ბევრს ფიქრობთ მასზე, გამარჯვებულად თვლით თქვენ თავს თუ არ თვლით მასთან ურთიერთობაში, გამარჯვებულად გაჩვენებთ სამყარო, იმიტომ რომ მოლოდინის რეჟიმში შეგიძლიათ ყოფნაო. აი ამ 7 თვის ფეხმძიმე ქალბატონს ძალიან უნდა ეს ვაშლი მოწყვიტოს, მაგრამ ეფერება შორიდან არ წყვიტავს, როცა დატკბება და მზად იქნება, დამწიფდება ეს ნაყოფი, მერე მოკრიფავს და მიირთმევს, იმიტომ რომ 7 თვის ფეხმძიმე 1-2 თვე ჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი გააჩინოს, იმისთვის, რომ ეს ვაშლი დამწიფდეს, დრო ჭირდება ამ ყველაფერს და მერე უნდა მიირთვას, იმიტომ რომ ცუდად არ გახდეს, აი ამ როლში გაჩვენებენ და აქედან გამომდინარე აი ეს მოლოდინის რეჟიმით, რასაც ასე ვთქვათ ვინც ისიგებს, ვინც ითმესო თუ როგორ არის ნათქვამი დამწერეთ ზუსტად არ მახსოვს, გაწერინებთ ხოლმე, მაგრამ თქვენი აქტიურობა აქედან უფრო აქტიურდებით ხოლმე, როცა რაღაცას მე ვერ ვასრულებ, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, ასე რომ მიაქტიურეთ კომენტარებშიც და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა გაშლებისას თქვენი მხრიდანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთვის კიდევ 2 აკრეფა, 1 დაკლიკვა და ლაიკების და ჩემთვის ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მოლოდინის რეჟიმი შეგიძლიათ რომ აიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაყოფი ძალიან გინდათ, ეს ვაშლის ნაყოფი, როგორი სიმბოლურია ვაშლის ნაყოფი და ეს სტაბილურობა, ოჯახური, ფინანსური სიძირძველე, ასე ვთქვათ, ღირსი ხართ თვლით და თვლით იმას, რომ უნდა დაელოდოთ იმისთვის, რომ აი ესეთი სტაბილური მისი ნამდვილად მნიშვნელოვანი ოჯახის ნაწილი გახდეთ, ასე ვიტყოდი, მისი დიასახლისი და მისი აი ამდენი ფულების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გამზიარებელი მისი ქონებისაც. ამაში ამ ყველაფერში გამარჯვებული ხართ, სამყარო გუჩვენებს, კაი, გავიგოთ ახლა როდის გამოვა კონტაქტზე. როდის გამოვა ეს ადამიანი თქვენთან კონტაქტზე. 7-იან ჟეზლი, ტუს თასი და 4-იან პენტაკლი ამოდის. ისევ კიდევ გითხარით რომ ცოტა შმოტია თქო და აგერ 4-იან პენტაკლით ეს არის შმოტი ადამიანის კარტი თავის ფინანსს როგორ ესე უჭირავს რომ არავინ სამართვასო. რაღაცნაირად შმოტის ენერგიებში არ უნდა ფინანსის გაფლანგვა თუ რაღაცისთვის ინახავს თუ კიდევ ახალი ბიზნესია გეგმაში და იმისთვის უნდა ეს ყველაფერი და ვერ იცლის და არ უნდა ამ ყველაფერზე თქვენთან კარტების გახსნა და საუბარი რომ აი ფინანსების რაღაცა მაქინაციებში თუ საქმეებშია, თავის ფიქრებშია, თავის თავთან მარტო ზის ესე იგი და აი ამ გეგმებს სახავს ფინანსური წარმატებისას. ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა აქვს განსახილველი და გზებს პოულობს, ასე ვთქვათ, რა გზით როგორ უნდა ჩადოს და გამოიმუშაოს კიდევ უფრო მეტი თანხები. შესაძლებელია ყოველდღიურობაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი
ესეთი განუსაზღვრელი პრობლემა წარმოუჩინდეს ამ სამუშაოსთან მიმართებაში, მაგრამ დამხმარე ეყოლება და გადალახავს. ერთი თვის ვადები, ტუს ხმალი, ტუს თასი, ერთი თვის ვადებში ელოდეთ მის გამოსვლას კონტაქტზე. მზით ნამდვილად უახლოესი საშუალოდ ერთი თვის ვადებში გამოვა ადამიანი და დაგითბობთ და დაგიმზეურებთ ჩემი პროფილის ფოტოა ეს კარტი. ელოდეთ, მიიღეთ.